ერთმან დაგვიწევ. სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ვიღაცამ ვინც არც რელიგიაში არ ერკვევა, არც ადამიანი არ იცის რაღაცა სხვა არსება, რომ შეისწავლოს ქრისტიანული მოძღვრება. და შემდეგ არსობრივად შეისწავლოს და შემდეგ ჩვენ დაგვაკვირდეს. როგორ ვფიქრობთ, რა დასკვნას გააკეთებს? გააკეთებს ის დასკვნას, რომ ჩვენ აი ეს მოძღვრება, რომელიც მან შეისწავლა, ჩვენი მოძღვრების მიმდევარნი ვართ და ჩვენ ის მოძღვრება გვწამს. მე ეჭვება. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ უბრალოდ რელიგიური ადამიანები, როგორც სხვა, ასევე სხვა თუ შეისწავლა, სხვა ნახა. აი მუსულმანებს როგორ წამთ, იუდაველებს როგორ წამთ. და აღმოაჩენს, რომ ჩვენ მათგან არ გამსხავდებით. იმიტომ რომ ის ესეთ დასკვნას გააკეთებს, რომ თუ ამათ მართლა წამს ის, რაც წერია ქრისტიანობაში, მაშინ ესენი სხვანაირები უნდა იყვნენ, ესენი სხვანაირად უნდა ცხოვრობდნენ. იმიტომ რომ კი, გასაგებია, რაღაც რელიგიური ცხოვრება აქვთ, გარკვეულ წესებს აღასრულებენ, ღვთისმედი აქვთ, გარკვეულწილად თავისი რელიგიურობით და სულიერი ცხოვრობით ბედნიერები არიან. მათ აწყობთ კიდევაც თავიანთი სარწმუნოება პრინციპში, იმიტომ რომ ძნელია რწმენის გარეშე იცხოვროს ადამიანმა და ძალიან ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ვთქვათ ურწმუნოები არიან. მაგრამ რითი განსხვავდებიან ესენი იმათგან? არაფრით. მათაც იგივე სათხოვარი აქვთ, რაც სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს. მათი ლოცვებში არსი გულის მდგომარეობას თუ წაიკითხავენ ჩვენსას, იგივეა, რაც მათ აქვთ. ესენიც ისევე მათაც ანუ ჩვენ ისეთივე რეაქცია გვაქვს ამ ქვეყნიურ განსაცდელებზე, პრობლემებზე, უსამართლობაზე, ჩვენ დამოკიდებულებებზე, როგორც იმათ. ამათაც, ანუ ჩვენ ისეთივე საკუთარი სიმართლე აქვთ ქრისტიანებსაც, ანუ ჩვენ გვაკვირდება ეს. როგორც იმათ აქვთ საკუთარი სიმართლე და როგორც ამად გონიათ, როგორც იმად გონიათ არაქრისტიანებს საკუთარი სიმართლე ერთადერთი საზომი ჭეშმარიტებისა, ასევე ქრისტიანებსაც ესე გონიათ. ხო, ვიცით, რომ ყველა ადამიანს თავის სიმართლე აქვს. კაცი რომ დაფიქრდეს, არსებობს ესეთი დაავადება, ხო, შიზოფრენია ქვია, მე ახლა ექიმი არა ვარ, მაგრამ დაახლოებით ესე წარმოდგენა მაქვს, რომ ეს არის დაავადება, როცა ადამიანი თავის სამყაროს ქმნის და როგორც თვითონ ხედავს, ეგრე გონია. და შიზოფრენიის დაავადებულს ეს ძალიან გამწვავებული აქვს. მას აქვს მუდმივად თავის წარმოდგენები ყველა ადამიანზე, ყველა თელ სამყაროზე, ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდება და მას თავის სამყარო აქვს. მაგრამ კაცმა რო თქვას, ჩვენ ამ დაავადებით ყველანი ვარ დაავადებულები. იმდენად, რამდენადაც ყველას ჩვენი სიმართლე. აი ადამიანი მაგალითად მე რო ეჭვით შევხედავ ვიღაცას, ეს რაღაცა ესე ხედავს, ესე იქცევა, ის იმგვარად იქცევა, სამყაროში ეს ასე ხდება და არა სხვანაირად. მე რო შემიხედვა მაგ სამყაროსი, მე რო ღვთის სიმართლეს ვერ ვხედავ. ეს არ არის შიზოფრენია. ანუ სამყაროს სინამდვილეში სხვანაირია ობიექტურად, მაგრამ მე სხვანაირად ვხედავ. როცა ორი ქრისტიანი აქ სამრევლოში ერთმანეთთან ჩხუბობს, განაჯამთელები ვარ და გაგვირდები, ორივეს თავის სიმართლეა. ეს არ არის ჯამთელი მდგომარეობა. ასე რომ ჩვენ რო დაგვაკვირდება ეს ვიღაც ადამიანი იტყვის, რომ რა განსხვავება ამაცა და იმას შორის და არც არაფერი. და თუ ესეა, მაშინ დღეს ჩვენ აქ რა გვინდა? დღეს ხო ხარების დღესასწაულია, დღეს ხო რა დღეა დღეს? რა დღეა დღეს? დღეს არის დღე, როდესაც ხდება უცნაური რა. ღმერთი, რომელიც სამყაროს მიღმიერია,
შემოდის ჩვენ სამყაროში ქალწულის მიერ. შემოდის ქალწულის მიერ, ქალწულის ნებართვის გარეშე არ შემოვიდოდი. აქაც უცნაური რამეა ესეც. აი, პავლე მოციქულს აქვს ესეთი სიტყვები, რომ ღმერთმა ჯერიჩინა, ანუ ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა სისულელის ქადაგები. მოეტანა ჩვენამდე ჭეშმარიტება. იმიტომ რომ ვერანაირი სიბრძნე ვერ დაიტევს ამას. სისულელის ქადაგები. ამიტომაც არიან ქრისტიანები ცოტანი, არა მარტო სამყაროში სხვადასხვა რელიგიებს გულისხმობ, მათ შორის მართლმადიდებლები, ჭეშმარიტი ქრისტიანები ნამდვილად ცოტანი, არამედ თვით მართლმადიდებლობის წიაღში. მართლმადიდებლობის წიაღში ცოტანი არიან ადამიანები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნომინალურად ვაღიარებთ ყველაფერს დღევანდელ დღესასწაულსაც, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად ვერ ვიტევთ ამას და ამიტომაც რომ დაგვაკვირდებიან ვიღაცები ეს იგაური სახე შევქმნა. ესენი არ გონან იმას, არც აქ წერია, იტყვენ, როგორ შეიძლება, რომ რაც აქ წერია, ამათ ეს წამდეთ, ესენი ესე ცხოვრობენ. გასაგებია შეიძლება არ დაიჯეროს და ჩათვალო, რომ სისულელია, როგორ შეიძლება ღმერთი, რომელიც სამყაროს აბსოლუტურად მიღმიერია, მოვიდეს ადამიანური ბუნება შეიმოსოს და თან ნებართვა ითხოვოს და ქალწულისაგან ელოდებოდეს, ხო, კარგი, გეთანხმები, ნებას გაძლევ. თანახმავა, ეს არის ხარი, ქალწული თანახმაა. ხამხევალი უფლისა, მე ვხვდები შენი მხევარი. იყოს სიტყვისაებ შენის, ანუ თანხმობას აცხადებს. და ეს დაუჯერებელი რაღაცა. დაუჯერებელი რაღაცა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დეკლარირებულად კი გჯერა ეს თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ამას ვერ ვიღებთ. იმიტომ რომ შესაბამისად არ ვცხოვრობ. სისულელის ქადაგებით. და კაცობრიობა ხომ ებრძვის ქრისტეს, კლავს ქრისტეს, დღემდე ებრძვის. ყველაზე მეტად სად უნდა იყოს ნაჩვენები, რომ ადამიანად მოსული ღმერთი ჩვენ მოვკალით. ყველაზე მეტად სადაც აი სულს აგვიდუღებს, სად უნდა იყოს თუ არა წმინდა წერილში. ქვას გახეთქავს ისე ეწერება. გადაშლი წმინდა წერილს და აი მაგალითად ათემახარებელი ესე აღწერს. ეს გამოუგნებელია კაცმა რო თქვას. აი მათემახარებელთან არის ესეთი ტექსტი, როგორ დაიჭერენ უფალს, როგორ მიყავთ გეციმანის ბაღიდან მოყოლებული მერე პილატესთან სამჯავროზე. და სასხვათა შორისო და ვითარცა ჯვარს აცვეს იესო და მისთანა და გძელდება. ანუ არა აი ისე უცებ ჩქარა რო გადაიკითხო, აი ჩქარა რო წაიკითხო უცებ რო გეჩქარებოდა. შეიძლება ვერც კი აი და ვითარცა ჯვარს აცვეს იესო. ხუთი სიტყვა. და ეს ხუთი სიტყვა წინადადებაც არ არის დამთავრებული, მძიმეა და გძელდება და მუხლიც არ არის დამთავრებული. და ვითარცა ჯვარს აცვეს იესო. და მე გძელდება რა. ანუ ყველაზე მთავარი აი ესე არის აღწერილი. ყველა მათემახარებელს ესეა. მე ხო მათემახარებლის მაგალითი ვუძღვე. მათე მისი მოწაფეა ქრისტეს. როგორ ვფიქრობ? აი როგორ ვფიქრობ, მეც ხა ჩემ თავს ვეკითხები. უსაყვარლესი მოძღვარი. და უნდა რომ აღწეროს. ეს გარკვეულად ვალდებულება იყო მისი, როგორ თვითხილავს აღწერა, იმიტომ რომ გახდა საჭირო, რომ ისა და წლები გავიდა ქრისტეს ჯვარცმიდან და ამაღლებიდან ამაღლებიდან და საჭირო გახდა, რომ დაეწერა თვითხილველებს, თორე პირველ ხანებში ეს საჭიროება არ იყო. თვითხილველები ვინც იცნობდნენ უფალს მიწაზე, ისინი მიდიან ამ ქვეყნიდან და ესე იგი დაიწყო პავლე მოციქულის წერს პირველ ეპისტოლეებს და პირველი სახარება მათესია. ზოგი ამბობს თქვათ მარკოზისია, არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა.
თავარია რომ წერე და დაწერს. და წერს და ხონა გადასცეს იმას, ვინც ეს არ იცის, ვისაც ეს არ უნახავს და ადამიანია, თან მისი მოწაფეა, ხო? მე ყველა მოციქული მოწამეა, ყველა ყდება ქრისტესათვის და როგორ წერს ამას? წარმოგიდგენიათ თქვენ რომ თქვენი ახლობელი ადამიანი რომელიც ეწამა, ისე რომ ეწამა რომ შენ გადაერჩი და შეიძლება შენი ახლობელი არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რომელმაც თავისი სიკვდილით შენ გიხსნა. დღეს აი პავლე მოციქულთან არ მოვიკითხე რომ ყმებსაც ეზია რომ ჩვენ თავის შვილებს, თავის ღვთისშვილები ვარ, მისი შექმნილი ვარ, ჩვენ გვეზი არა, სისხლი და ხორცით, ანუ ჩვენი სისხლი და ხორცი მიიღო და ამით გვეზი არა, ღმერთი გვეზი არა ჩვენ, რომ ჩვენ ვეზიაროთ მას. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქულთან არ მოვიკითხე. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რო გვეზი არა და ჩვენი სისხლი და ხორცი რომ მიიღო, აი ამ თავის სისხლს უკვე თავის სისხლსა და ხორცში დაამარცხოს ის ვის ხელმწიფება, ვისაც თავის ხელმწიფებაში ჩაგდებული აქვს სიკვდილი და კლავს ეშმაკი და ამით დაამარცხოს ეშმაკი. ჩვენი ყველაზე მთავარი მტერი. ხო და აი ეს ხდება ჩვენთვის ხდება და ჩვენი ახლობელი, წარმოვიდგინოთ, ვიღაცა ჩვენი ახლობელი, რომელიც მოკვდა ჩემთვის, რომ მე გადავერჩი და მე საჭირო გახდა, რომ მე რაღაც აღწერო, რომ აი ესეთი ადამიანი არსებობდა და მან თავი გაწირა ჩემთვის და იმისთვის, ამისთვის რამდენიმე შრალად როგორ დაწერ. ხო, აი და რომ მოკლეს ის და მე აგძელებ. რა არის ეს? ფილმი ხოვერ გავკაგნიერდები და მეთქვით რომ იცი რა მათეს არ ქონდა გული. ან არც ერთ მოციქულს არ ქონდა გული. არ უყვარდა, ნუ ეს ხო სისულელია. ესე იგი რაღაც სხვა რა არის ეს სხვა? პასუხი მე არ მაქვს. უბრალოდ შეიძლება ვიფიქრო და ვიმჯერ. ერთი მაგალითად ის რომ ეცადა დაეწერა, ასე დაეწერა, ისე დაეწერა, მე ესე არ გამოვა, როგორ გამოვა, ღმერთი მოკვდა ჩემთვის, ეს ხო მართლაც უბრალო ადამიანი ხო არ მოკვდა, ღმერთი მოკვდა. ანუ ადამიანურმა სიტყვამ ვერ დაიტია ის, რასაც მოციქულების გულები ვერ იტევდნენ, მით უმეტეს ვერ დაიტია სიტყვა. და რომ ვერც ისე მოახერხე და ვერც ასე მე მშრალად დადო ეს სიტყვები, როგორც ფაქტი, მშრალი ფაქტი და მორჩი, ეს ერთი. შეიძლება ესეთი განმარტება იყოს, რატომაც არ შეიძლება? ალბათ მართლაც აბარა სიტყვა დაიტევს. მაგრამ კიდევ შეიძლება სხვაგან ეს შეიძლება იყოს ესე და ეს შეიძლება არ გაუქმდეს ეს განმარტება, მაგრამ კიდევ სხვა შეიძლება იყოს და გაცილებით უფრო მძიმე და უარესი და სავალალო ჩვენთვის. ადამიანური სიტყვა ადამიანის საკუთრება და ზოგადად ადამიანი ზოგადად კაცობრიობა აი ესე უყურებს ქრისტეს ჩვენთვის სიკვდილს. ეს არის სულ თავი და ბოლო ჩვენი დამოკიდებულება უფლისად. აი რო კითხულობ და ვითარცა ჯვარს აცვესი და ჩემთვისაც ესე და ვითარცა ჯვარ და მეკიდია ჯვარი გულზე დიდი და ვარ თან გდელი ვარ, მაგრამ სინამდვილეში. იმიტომ რომ და მაშინ მე სხვანაირი მორწმუნე უნდა ვიყო. სხვანაირი. ჩემთვის თავარი ქრისტესთან ურთიერთობაში უნდა იყოს თავად ქრისტე. მე სულ ჩემი მინდა, როგორ არ მინდა, სულ ჩემსას ვითხოვ. აი უძღები შვილის უფროსი ძმის მსგავსად. როგორ ამდენი ხანი გემსახურებით, ერთ თიკანი არ მოგიცია ჩემთვის. როგორ ამდენი ხანი ვლოცულობ, მარხულობ, ამდენი ხანი ეკლესიურად ცხოვრობ, არ მეკუთვნის? არ გეკუთვნის? შენ არ გეკუთვნის? როდ გახარბოთ, ხო გეკუთვნის? გვეკუთვნის, აბა არ გეკუთვნის, ერთი თიკანი აღარ გეკუთვნის კაცო. და მამა სხვა რამეს მეუბნე, მამა მეუბნება რომ შვილო, მამა თითქოს ვერ მიხვდა რას ამბობდა. შეიძლება ასე ვთქვა, ღმერთი, აი შენ გახარ და გეკუთვნის. მე ხომ მეკუთვნის და მეკუთვნის. და
თუმცა ვერ ხვდება მამა. ვერ ხვდება რას ვეუბნებით. და ის გვეუბნება რომ კი მაგრამ ყველაფერი ჩემი შენი არ არის. აი ეგ არ მინდა. მეთიკანი მინდა. არ ვიცი. ძალიან მძიმე სიტუაცია ამ კუთხით თუ შევხედოთ. აი უფროსი შვილი ვირთვარ და პრეტენზია მაქვს. სინამდვილეში რა უნდა იყოს? თუ არ მინდა განსხვავდებოდეს სხვა რელიგიური ადამიანებისაგან, წესით ჯვარცმულის ერთგული უნდა ვიყო. წესით ჩემი გული ცვილივით უნდა დადნეს. როცა აი ამ ხელა სიყვარულს ჩემ და მიმომართულს დავინახავ. და წესით იმდენად ძვირფასი უნდა გახდეს. განკაცებული ღმერთი ჩემთვის, რომ მე სხვა აღარაფერი აღარ უნდა მინდოდეს. წესით მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა უნდა მინდოდეს გოლგოთაზე და ბოლომდე მიყოლა, ბოლომდე ჩაყოლა. სიკვდილისთვის. წესით ესე უნდა იყოს და წესით ეს ყველაფერი თუ ესია, წესით ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში უნდა გამოვლინდეს. ანუ მე სანამ ცოცხალი ვარ, ყველგან მე სადაც არ ვარ, სადაც არ ვიმყოფები, ვისთანაც არ ვარ, რა საქმიანობასაც არ ვეწევი, სულ ერთია რა პროფესიისაც არ ვარ და სულ ერთია ყველგან მოვიქცე ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა. და შესაბამისად რადგან მოვიქცევი ისე ყველგან, როგორც ქრისტე მოიქცეოდა, მე მომექცევიანი ისე, როგორც იმ ადგილას, იმ წუთში, იმ წამს ქრისტეს მოექცეოდა. და რადგან ამ სოფელს ქრისტე არ უყვარს, ძალიან ხშირად ვერ გამიგებდნენ, ძალიან ხშირად ცუდად მომექცეოდა. ძალიან ხშირად მდევნიდნენ და ძალიან ხშირად მომკლავდნენ. და მე ამავე დროს მექნებოდა რეაქცია არა ისეთი ჩემი სიმართლით, რომ თავს ვიცავ და მეორე ლოყას კი არ მიუშვარ, მე ვიცი რასაც უზავ. არამედ როგორი რეაქციაც ქრისტეს ექნებოდა და როგორი ქონდა ვიცი, მამო მიუტევე, რამე თუ არ იციან რა საკეთებ. თუ მე ამას ვერ დავიტებ, თუ მე ამას ვერ შევძლებ, თუ მე ამას ვერ დავინახავ. მაშინ მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ექიმა გამსინჯოს და არა, მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობასაც ქვია, რომ ღმერთი არის სამყაროში, არის ღვთაებრივი სიმართლე, აი აქედან გამომდინარე, მე მაქვს დაავადება შიზოფრენიის. ჩემი სიმართლით ვხედავ ყველაფერს და მგონია ეს არის სიმართლე. და ეს სინამდვილეში სიმართლე არა. ქრისტიანობა მე მაძლევს შესაძლებლობას მქონდეს აბსოლუტურად სწორი ხედვა. ღონეს აბსოლუტურად სწორი ხედვა ჩემი სიმართლე არ არის. ეს არის ხედვა ქრისტეს თვალებით და ქრისტესეული სიმართლე. ასეთ შემთხვევაში თავისთავად ცხადია, თუ ასე მოვინდომებ დანახვას ჩემი სარწმუნოებრივი ცხოვრების, მაშინ დღევანდელ დღესაც გავიკებ რა ხდება. დღევანდელ დღეს ეს ყველაფერი იწყება. ღმერთი შემოდის ჩვენ სამყაროში და ყველაზე წმინდა არცების წიაღში მკვიდრდება. და უკვე მე ერთი ცოდვილი ადამიანი 21 საუკუნის ცხოვრები გათვალისწინებული ვარ. უკვე განკაცებული ღმერთის თვალსაწიერი ხდება და უკვე ჩემი მეოხია, ჩემი უფალი იესო ქრისტე ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფი. მე მინდა რომ ესე შევხედოთ ჩვენ სარწმუნოებრივ ცხოვრებას. მე მინდა რომ არ მოვიტყვილოთ თავი. მე მინდა რომ ჩვენ დღემუდამ მას ვეძებდეთ და კარგად გავიაზროთ, რომ თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ მთელი ჩვენი არსებით უნდა ცდილობდეთ მასთან ერთობას, მასთან პიროვნულ ერთობას, იმიტომ რომ მასზე ძვირფასი ჩვენ არაფერი გვყავს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეციოს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. ვილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.